26 მაისისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. წელს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ტრადიციულ ლოკაციებზე იგეგმება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართული ღონისძიებები ვეფხისტყაოსნის თემატიკის შესაბამისი იქნება. დამოუკიდებლობის დღე ვარდების მოედანზე გამართული გალა კონცერტით დასრულდება. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე წელს თემატური იქნება და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნება. სადღესასწაულო ღონისძიებები სახელით მე შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ვარ ტრადიციულად ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე იგეგმება. სხვადასხვა სამხედრო, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები დილის 11 საათიდან საღამოს 23 საათამდე იქნება. წელს პირველად 26 მაისი იძენს თემას, ეს გახლავთ შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი. შესაბამისად თემატური ღონისძიებები და აქტივობები რუსთაველზე არის ძალიან საინტერესო. თავისუფლების მოედანზე მისულ სტუმრებს თავდაცვის სამინისტრო უმასპინძლებს უწყება 11 საათზე საჩვენებელ ღონისძიებას გამართავს, სადაც სხვადასხვა ჯავშან ტექნიკას და ქვედანაყოფებს წარმოადგენს. წელს ტრადიციულ ფიცს 300-ზე მეტი წვევამდელი დადებს. მონაწილეობას ღებულობს 6 სამხედრო ქვედანაყოფებისაგან დაკომპლექტებული კოლოფი. გარდა ამისა ღებულობენ, რაც მთავარია, ჩვენი წვევამდელები 324 წვევამდელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც დღეს ფიცს დადებენ. გარემოს დაცვის სამინისტრო სტუმრებს ვეფხისტყაოსნის გმირების ფიგურებით ჭადრაკის თამაშის საშუალებას მისცემს. სამინისტრო სხვადასხვა ლოკაციების თემატურად მოწყობას გეგმავს. პარლამენტის წინ სპეციალური სათვალეებით დაცული ტერიტორიების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ რამდენიმე ხეივანი, რაინდობის ხეივანი, მაგალითად მეგობრობის ხეივანი, მიჯნურობის ხეივანი. არა მარტო ნახოთ, ამავე დროს გექნებათ შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო აქტების ჩანაწერისში გაფორმებით იქორწინოთ კიდეც. შეიძლება ნახოთ, დაიპყროთ ქაჯეთის ციხე. განათლების სამინისტრო დამთვალიერებელს პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ ელოდება. დამთვალიერებლებს დავახვედრებთ სპეციალურად ამ დღისთვის აშენებულ სივრცეს თავისუფალი გაკვეთილებისთვის, ასევე გვექნება გამოფენა სახელწოდებით მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ და გვექნება ძალიან საინტერესო შინაარსით დატვირთული ორი საბავშვო ზღაპრული კარავი. კულტურის სამინისტრო სპეციალურად ამ დღესთვის ყველა მსურველის მონაწილეობით ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნას გეგმავს. სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქტივობებისათვის გამოყოფილი სივრცე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მთელი დღის განმავლობაში ყველა მსურველს ექნება საშუალება, რომ გადაწეროს ვეფხისტყაოსანი და წაიკითხავენ ნაწყვეტებს ვეფხისტყაოსნიდან. დამოუკიდებლობის დღის კულმინაცია ვარდების მოედანზე დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული გალა კონცერტი იქნება. ქართველებში განსაკუთრებით აი ცეკვებში არის გამომჟღავნებული ეს დამოუკიდებულება. ეს შეუპოვარი ბრძოლა თავისი ქვეყნისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ცეკვით ყოველთვის აღნიშნავთ, თითქმის ყოველთვის, როცა თბილისში ვიმყოფებით არაგასტროლებზე, ვიღებთ მონაწილეობას ამ დღეს. ამჯერადაც წელს კონცერტში 6 ნომრით წარდგებით. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.